გუშინ მოვდიოდი ფოთში ისე მომწერა გზაში არტემ ივანცოვზე უკვე მაქვს მოკლე ვიდეო გადაღებული. ეს არის ადამიანი, რომელიც არის პროექტი 2 იბერიის ავტორი, რომელიც თავისი როგორც ლინგვისტი და ისტორიკოსი ატარებს კვლევებს და ამტკიცებს, რომ მამის მთელი სამყარო საქართველოდან წარმოიშვა, მთელი ენები, მთელი დამწერლობები, მთელი კულტურა და მთელი მითოლოგია და მთელი ყველაფერი. ეს ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ როდესაც ამას უცხოელი მეცნიერები გვიმტკიცებენ, ეს ბევრად უფრო სასიამოვნოა. ესეთი რაღაცები არა მარტო არტემ ივანცოვი უკრაინელი მეცნიერია, არა მარტო უკრაინელებს, ინგლისელებს, გერმანელებს და ამერიკელებს აქვთ უკვე ბევრი კვლევები ამ თემაზე და ბევრი ისტორიული მტკიცებულებები. ხო და არტემმა მომწერა ასეთი რაღაცა, რომ უნდა რომ დაარსოს ქართველობის საერთაშორისო დღე. პოსტი დადო Facebook-ზე და აუდიტორიას მოგვმართა, რომ ავირჩიოთო, რომელი დღე იყოსო ქართულობის საერთაშორისო დღეო და ჩამოთვალა სხვადასხვა ვარიანტები და ისე აქვს იქ ხმის მიცემა და ხმის მიცემის მიხედვით არჩევს ხალხი და ახლა წაგიკითხავთ როგორი ვარიანტებია. მე ამ მისი პოსტის ლინკსაც დავდებ ამ ვიდეოს ქვეშ, რომ თქვენ მისცეთ ხმა, მაგრამ უფრო საინტერესო ვარიანტების მოფიქრებად შეიძლება, ვიდრე იქ აქვს შემოთავაზებული. არტემ ივანცოვი, მე თავისი სახელი და გვარით როცა ვეძებდი Facebook-ზე, ვერ ვიპოვე და მე ბადრი ქუტელიამ მითხრა, რომ იმით არისო, გორდონ შანვეით არისო და ბატონ ბადრიმ რომ მითხრა, მე ვიპოვე. და ახლა მე ვერ ვპოულობ პოსტს. კაი, მე მივწერ და ვთხოვ, რომ ჩამიგდოს. სხვადასხვა, 14 აპრილი იყო ერთ-ერთი შემოთავაზება ქართული ენის ოფიციალური დღე. წმინდა ნინოს დღეც იყო შემოთავაზებული. კიდე იყო ოქტომბერი, იმიტომ რომ ლინგვისტებს ოქტომბერი გვიყვარსო. კიდე ქართული ანბანის ყველაზე პირველი ანბანი, ყველაზე ძველი, რომელიც გვაქვს, იმის დაარსების გამოკვლევა არისო შესაძლებელიო და ის დღე რო იყოსო და სადღაც 15 ვარიანტამდე ქონდა სხვადასხვა ვარიანტი. და მთხოვა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ ჩემს არხზე და მაქსიმალურად გავშალოთ ეს თემა, ბევრ ხალხს გავაგებინოთ. და დავეხმაროთ მას ამის პოპულარიზებაში. რომ მთელ საქართველოს გავაგებინოთ. ჩემი არხი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მთელ საქართველოს გაიგოს, მაგრამ Facebook-ებზე თუ დავდებთ და ყველა ქსელებში სადაც ვართ თუ დავდებთ, ალბათ გავაგებინებთ. ეს იდეა შეიძლება ზოგს გაეცინოს, ან ცოტა ისეთ პოპულისტურ რაღაცად მოეჩვენოს, ან არამეცნიერულად, იმიტომ რომ თითქმის ნახევარი ევროპის ხალხები ყოფილი ქართველები არიან. და ისიც აქვს დადგენილი, აი ამ ხალხებს, რომლებიც კოლხეთიდან და იბერიიდან წავიდნენ ყველგან და მთელი დედამიწა ლამის მოიცვეს, ერთი საერთო სახელიც ჰქონდათ მისი აზრით და ესეთი პანქართველური ეროვნება იყო და პოლონეთში იქით ესპანეთში რო ბასკები და ისინი არიან ესპანეთში და საფრანგეთში და იქიც ინგლისის კუნძულებზე კელტები, გალები აქით. მოკლედ. ეს დიდი ხანი რო არ ვილაპარაკო, მის ვიდეოებში ეს ყველაფერი არის. ხო და მთელი ეს ხალხი რაღაც ისტორიის რაღაც მომენტში მაშინ ეროვნებები როგორც ასეთი რო ყოფილიყო, ერთ ეროვნებად ჩაითვლებოდა, ეროვნებები ბევრად უფრო გვიან გაჩნდა.
და ჩაითვლებოდა ერთ დიდ ასეთ ქართველურ ერად და ერქვა ამ ხალხს ლუბები. და ეს სიტყვა ლუბები საიდან გამოიტანა, ამის მთელი დიდი რაღაც გრძელი ეთიმოლოგია აქვს მოყვანილი და საკმაოდ დამაჯერებელია ჩემი აზრით. მე შეიძლება ჩემთვის იმიტომ არის დამაჯერებელი, რომ ესეთი რაღაცები ძალიან მიყვარს და ადვილად ვისრუტავ და ადვილად ვიჯერებ, იმიტომ რომ სიამოვნებს ასეთი რაღაცების მოსმენა და ზოგადად იმ რასაც მე დავარქვი იბერიების ციკლის ტრიალი პირველი, მესამე, მეორე, მესამე იბერიას იმ ჩემ ციკლების ტრიალში ძალიან ჯდება. მაგრამ სავარაუდოდ საქართველოში შეიძლება ბევრი არ აღიქვამდეს ამას სერიოზულად, ანუ ისეთი აკადემიური წრეები და სერიოზული მეცნიერები. ესპანეთში მაგალითად რამოდენიმე უნივერსიტეტში მიიღეს ეს მისი კურსი სასწავლებლად, როგორც ასეთი სასწავლებელ კურსებში. და ბევრჯერ მოუმართია საქართველოსთვისაც და საქართველოში სხვადასხვა წრეებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ქოცების დროს იყო და ახლა ქოცები რომ მაგას არ მიხედავენ, ეს გასაგებია. ხო და დავეხმაროთ ბატონ არტემს. მე მაგალითად როგორ თარიღებს ავირჩევდი გუშინ რაღაცა ისეთი, რაც იქნება აი მაგალითად დმანისის გათხრებში ნაპოვნია დამავიწყდა ხა ის სახელი. მოკლედ ასეთი ის არის პატარა ოთხკუთხედია თიხის. აქ დავწერ მე იმ ადგილსაც და იმ სახელსაც და იმ ვიდეოსაც ვიობა მაგ, რომელიც არის დაწერილი ძალიან ძველი ქართულით. აი მაგალითად რო დადგენილია უკვე იმის თარიღი, აი თუ იმ თარიღში ახლა თვის გარკვევა ალბათ არა საუკუნე იქნება სავარაუდოდ, ხო თვეს ვერ გაარკვევენ. მით უმეტეს დღეს. ნუ რაღაცა ისეთი, რაც არის დაკავშირებული დამწერლობასთან და ენასთან, აი ყველაზე ძველი რაც გვაქვს იმის თარიღი, რაც ვიცით, მაგალითად ეს თარიღი რო იყოს ქართველობის საერთაშორისო დღე. ან მთელი სერიოზულობით თანამედროვე საქართველოზე რო ვლაპარაკობდეთ, 23 ნოემბერს ავირჩევდი, იმიტომ რომ ახალი საქართველო და ახალი ეპოქა საქართველოდან დაიწყო, როგორც ყოველთვის ყველა ეპოქა საქართველოდან იწყებოდა. ისტორიულად ახლა რომელი ეპოქაც იწყება, ესეც საქართველოდან დაიწყო და დაიწყო 23 ნოემბერს, როდესაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუცია მოახდინა. დიდი სიამოვნებით მე მაგალითად ამ თარიღსაც ავირჩევდი. და კიდე რაღაცები მოიფიქრეთ კიდე და შემოვთავაზეთ და აი ხო არასდროს არ მithოვია რომ რომელიმე ვიდეო ჩემი სადმე დაგედოთ, ან გაგეზიარებინათ, ან ვინმესთვის გაგეგზავნათ, ან რეკომენდაცია მიგეცათ. აი ახლა პირველად გთხოვთ რომ ეს ვიდეო გაავრცელოთ და შევატყობინოთ საქართველოში ადამიანებს, რომ არსებობს უკრაინაში ასეთი მეცნიერი არტემ ივანცოვი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ დააწესოს ქართველობის საერთაშორისო დღე. და მოდით ინფორმაციულად მას მხარი დავუჭიროთ ამაში. მე ახლა კოშკურაზე ვარ და ვიღაცა აქ ამოვიდა მესტუმრა ხალხი. იმედია რუსები არ არიან. თორე ახლა აქედან ვიღაცას გადავყრი. კარგით, მომავალ შეხვედრამდე და კომენტარები და ბევრი გაზიარება ამ ვიდეოს. რუსები იყვნენ მოვაშორე. ხო და რის თქვა მინდოდა. ისიც ჩავთვალე რომ რაღაცნაირი სიმბოლურია, რომ ეს მაშინ მითხრა, როდესაც ფოთში მოვდიოდი და რომ ამ ვიდეოს ახლა ფოთში ვწერ. კოლხეთის გულში. კოლხეთის და იბერიის გულში.
ესეც ძალიან ისეთია, ნიშანდობლივია. ხო და ჩემი აზრით, ან კოლხეთს უნდა უკავშირდებოდეს თარიღი, კოლხეთის რაღაცეები, რაც ვიცით, თუ ვიცით რამე. მედეას რო უკავშირდებოდეს რაღაცნაირად. აი მედეას ძალიან მაგარია ეს. ან აი დმანისის გარშემო ძველი დამწერლობების აღმოჩენებს რაღაცნაირად იქიდან რო ავიღოთ რამე თარიღი. სიცოცხლე ერს, სიკვდილი მტერს. ერი დგას, მტერი ჩავიდა. 4 კაცი იყვნენ ოჯახი და ბონძღირუსები. მტერი გასანადგურებელია და მოსაშორებელი. და საერთაშორისო ქართველობის დღე ძალიან კარგი იქნება. ოღონდ არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს არანაირ კერძს, ან თუ გინდ სიმღერას, ან თუ გინდ ცეკვას, არა. უნდა იყოს ისეთი რაღაცა, რაც სრულიად ასახავს ჩვენი კულტურის ანტიკურობას, უბრალოდ სიძველეს კი არა, ანტიკურობას. და არა, ისიც კი რო ჩანდეს, და კიდე, აი წმინდა ნინოს რაღაცა თარიღიო მაგალითად. გიგი თევზაძეს აქვს სტატია იმაზე, რომ წმინდა ნინო რუსეთში დაწერილი მითია, რომ არ არის ნამდვილად ისტორიული პიროვნება. და არ მინდა რომ ეს თარიღი რაღაცნაირად ქრისტიანობასთანაც იყოს მაგალითად კავშირში. ქართველობა უამრავი საუკუნე ქრისტიანობამდე არსებობდა. და თუ ქრისტიანობა როდისმე გაქრება, კიდე იმდენივე საუკუნე ქრისტიანობის მერეც იარსებებს. ქართველობა ბევრად უფრო ღრმა რაღაცაა, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მხოლოდ ქრისტიანობა. და ისეთი რაღაცა უნდა იყოს, ისეთი თარიღი, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ქართველობა, ქართველური სახელმწიფოები, ქართველური ენები და დამწერლობები არსებობდნენ ძველ ბერძნებამდე, რომაელებამდე, რომაელების იმპერიებამდე და ყველაფრემდე. ასევე წარწერა გრაკლიანის, რომელზედაც მე ჩემი მითიური ისიც მაქვს ახსნა, რაზეა ეს წარწერა კონკრეტულად გრაკლიანის ვიდეოსაც მივაბამ აქ. წარწერა ასეთი, ჯუმა წერტილი, ხუსვაგ და მერე რაღაცეები. იმის ამისა, ყველანაირი სიკეთის და მუდმივი ღმერთი, ანუ ჯუმა იყო სავარაუდოდ უფრო ისეთი კაცი ღმერთი, ხუსვაგი იყო ქალი ღმერთი, ჯუმა იყო ქვესკნელის ღმერთი, ჯუმაშხა 4 შაბათი. დღეს 4 შაბათია. 4 შაბათი. მეგრელ, ანუ ძველ მეგრული ღვთაების სახელია ეს ჯუმა და მეგრულშიც არის სვანურშიც და ლაზურშიც. ლაზურშიც და სვანურშიც ჯუმაშხა ორივე ერთად არის, ერთნაირად არის და სვანურში უბრალოდ ჯუმაა, შხას გარეშე, შხა მეგრულად არის დღე, ანუ ჯუმას დღე 4 შაბათი. და ეს წარწერა ამ წერწერასთან ერთად რაღაცა წარწერებია კიდე ასურულ დამწერლობაზე, ოღონდ ასურულზე კი არა, მესოპოტამიურ რაღაცა მაშინდელ ძალიან ძველ ენაზე, ოღონდ იმასთან შედარებით, რაც გათხრებში ოდესმე მესოპოტამიაშია ნაპოვნი, იმაზე უფრო 100 წლით უფრო დიდია ჩვენი. იმაზე უფროსი. ანუ იმ კულტურაზე და იმ მითოლოგიაზე, შუმერულ მითოლოგიაზე უფრო ადრინდელია ქართული მითოლოგია. აი ისეთი დღე მინდა, რომელშიც ეს ყველაფერი გამოჩნდება. რო ძველ ბერძნულზე
და ძველ რომაულზე, სკანდინავიურ მითოლოგიებზე ადრე, შუმერულ მითოლოგიებზე ადრე რო არის ჩვენი მითოლოგია და აი იქიდან რო იწყება ქართულობა, აი ასეთი თარიღი მინდა რაღაცა რო იყოს, რომელშიც ეს ყველაფერი გამოჩნდება და იქნება ჩაქსოვილი. რამე მოვიფიქროთ და შევთავაზოთ არტემს და ასევე დავეხმაროთ არტემს, რომ გავაგებინოთ საქართველოში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს, რომ ვიღაცას აქვს აი ესეთი რაღაცის სურვილი. ახლა განახებთ ერთ ადგილს. ახლა შუქურაზე ხო ვარ? აი აქ იანვარში რო ვიყავი, მაშინ აი ეს კონტეინერები არ იყო. აქ მოუწყვიათ მაშველების ბაზა. ადრე რაღაცა სკვერივით იყო, საბავშვო სკვერი, რომელიც დაანგრიეს და ამ სკვერზე იყო ძალიან ლამაზი ქანდაკება. იყო ქანდაკება, რომლის ახლა ჩანს მხოლოდ ძირი. აი ეს პატარა თეთრი ძირი. აი ეს არის იმ ქანდაკების ძირი. იყო ქალი, ხელში ეჭირა ორი ბავშვი. და გარშემო საბავშვო სკვერი იყო, ის სკვერიც მონგრეულია, ახლა მოშალეს და შუქურას პერსონალს ვკითხე, საწაიღესო და არავინ არ იცის და ვთხოვე რომ გაერკვიათ, იმედია სადმე ქალაქში გადაიტანეს და უბრალოდ სანაგვეზე არ გადააგდეს, ძალიან გულდამწყდება თუ უბრალოდ გადაგდებული აღმოჩნდება და ახლა რო ჩავალქვევით, ვკითხავ გაარკვიეს თუ არა. მომავალ შეხვედრამდე მტერი გასანადგურებელია. დიდება ერს, სიკვდილი მტერს. საქართველო იქნება დაოკუპირებული.